ქალბატონი მარი არის თამარ მეფის გზაზე მავალი ქალბატონი და სწორედ მას ეკუთვნის თამარიონის ენდალმა და თამარის ჯვარი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ღელავ იმიტომ, რომ ქალბატონი მარი და მისი ოჯახი ჩემთვის არის უძვირფასესი ოჯახი. ბატონი ზაური მარის მეუღლე პროფესორი ზაური კვარაცხელი იყო ჩემი უფროსი ძმა და მეგობარი. ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით. ბატონ ზაურისთან ერთად, ქალბატონ მარისთან ერთად ჩვენ ერთად მუშაობდით. ეროვნული მოძრაობა როგორც კი დაიწყო, მთელი ოჯახი ზაური და მარი თანდათან ბოლომდე იყვნენ ჩართულები ეროვნულ მოძრაობაში და ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ერთად. გაზეთი, რომელსაც ქალბატონი მარი რედაქტორობდა, ოქროს საწმისი, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთი ეროვნულ მოძრაობაში, თუ საერთოდ გამოცემულა რამე ღირებული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ჯგუფების მიერ, ერთ-ერთი საუკეთესო გაზეთი იყო, რომელიც სოხუმში გამოდიოდა და მთელ საქართველოში ვრცელდებოდა. აი, მარი იყო მისი რედაქტორი და ძალიან ვამაყობ ჩემო მარი, რომ რედკოლეგიის წევრი ვიყავით მე და ზაური და შენი ხელმძღვანელობით გამოვცემდით მაგ გაზეთს. მე და შენ ახლოს მოხვიდე ჩემთან. მე ახლა მარის პოეზიაზე არ მინდა ნამდვილად ვისაუბრო, აქ საკმარისად ითქვა ამის შესახებ. მაგრამ მინდა დაგაგრძელოთ, რომ მე ვიცნობ მარის პოეზიას და ყოველგვარ მოლოდინს ჩემთვის გადააჭარბა. ახლა მარი ხო ვიცი ვინ არის და რა არის, მაგრამ აი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა მე წავიკითხე ერთ-ერთი კრებული, რომელიც მე თქვენ მაჩვენეთ. ახლა აი ხედავთ ხო, ულამაზესი ქალბატონი. აი მე მახსენდება მარი სოხუმის ქუჩებში. ესე იგი, სოხუმის ქუჩები ხო ძალიან ლამაზი იყო და მე მარი კიდევ უფრო ალამაზებდა ამ ულამაზეს ქუჩებს და ძალიან ლამაზი ოჯახი, ძალიან ლამაზი შვილები, ინტელიგენტური ოჯახი, ეროვნულ მოძრაობაში ჩართული, რა ვიცი, დიდი პატრიოტები. მე მოგზაურობ ახლოს მაქვს ძალიან დიდი პატივი ჩემი კოლეგების დავალებით, მინდა ეს შევასრულო. ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და საერთოდ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არსებობს დევნილობაში, ყველაზე მაღალი ჯილდო გახლავთ საპატიო სიგელი, რომელიც სოხუმშიც გაიცემოდა, თქვენ სოხუმელებმა ეს ძალიან კარგად იცით. ეს ჯილდო არსებობს დღესაც და მე ჩემი კოლეგების დავალებით ქალბატონ მარის მინდა ეს საპატიო სიგელი გადავცე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგრამ ეს ყველაფერი არ არის განსაკუთრებული დამსახურებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე და ქვეყნის წინაშე ჩვენ გვაქვს უწყებრივი медали ბედიის ბარძიმი, რომელიც მე მინდა ჩემი კოლეგების სახელით ქალბატონ მარის გადავცე. განსაკუთრებული დამსახურება.
ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენ რომ არ იყოთ ყველანი, მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დაიმსახურა ეს ჯილდო. ყველას მადლობა, მადლობა აფხაზეთს, მადლობა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, მის თავმჯდომარეს და მთელ მის კოლექტივს. თქვენი მონამორჩილი ყოველთვის იქნება თქვენი მადლიერებით აღსავსე. დიდი მადლობა.